მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო, ჩემო კარგებო, დღეს მე მინდა შემოგთავაზო თქვენ. ასეთი მოდით შევიდეთ ნაკადში. არ ვიცი ჯერ რა სათაური ექნება ამ გაშლას, ნამდვილად თქვენ კი უკვე იცით, იმიტომ რომ უკვე რაღაცას დავასახელებდი, რა თქმა უნდა. მაგრამ მე მინდა ვნახოთ, იცით რა არის, რაღაც ისეთი მომენტები გქონდეთ თქვენ ბედნიერი. დღეს ვიღაცას წავიკითხე კომენტარი, რაღაც უცნაური მომეჩვენა ჩემთვის, რომ სულ ერთი და იგივეზე შლით და რა ეს კარგად კი ვერ გავიგე, მაგრამ თუ თქვენ გულისხმობთ, რომ ერთი და იგივეზე ვშლი, რომ თქვენს ბედნიერებაზე და იმაზე თქვენ რა გელოდებათ კარგი, მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან კარგი. მე ვფიქრობ, რომ ეს კარგი თემა. ნახეთ როგორ არის დასთა როგორ სწორედ ავიღე, გვერდხების დედოფალი, იმიტომ რომ რა არის, იცით ახლა პირველ რიგში შენ თუ ხარ შინაგანად კარგად და ბედნიერად, აი ეს არის აბსოლუტურად, რა ვიცი, მე მგონი მისაღები და კარგი რა. პირველ რიგში იმისთვის უნდა ვიფიქროთ ჩვენ, მე როგორ ვიქნები კარგად, მე თუ ვიქნები კარგად, ყველანაირად აბსოლუტურად ყველაფერი სასიამოვნო იქნება თქვენს ცხოვრებაში. ამიტომ ჩემო ლამაზებო, ნეგატიური ვიდეოები თუ გინდათ, ეს თქვენ მისამართი შეგეშალათ რა. ან იმაზე როგორ უნდა იდარდოთ და ინერვიულოთ და ჯადოები გაქვთ თუ არა, ეს არ არის ჩემი არხი ნამდვილად. აქ მხოლოდ პოზიტიური განწყობა მინდა გქონდეთ თქვენ, იმიტომ რომ რაც უფრო მეტი პოზიტივი და რაც პოზიტივი კი არა, განწყობა თქვენი შინაგანი, მოდით ასე რომ ვთქვათ რა, შინაგანად რაც უფრო მეტად იქნებით თქვენ კარგად, ხო? აი უფრო კარგად წავა თქვენი საერთო ცხოვრება. ეს ბედნიერება, ყველაფერი კარგი მოდის ჩვენთან მხოლოდ და მხოლოდ გულიდან რა, ანუ განწყობიდან. მაგაზე აუცილებლად ჩვენ ვისაუბროთ ჩვენ შეხვედრაზე, რომელსაც ჩავატარებ აქ თქვენთვის მე სულ მალე ამ დღეებში. წლის ბოლომდე ყველა ვარიანტში აქ იქნება თქვენთან შეხვედრა და ანონს უყუროთ, ისაც გაინტერესებთ. ეხლა ვნახოთ ჩვენ რა მინდა, იცით, ვნახო ეხლა ვის იქნება საუბარი და აი იმ ადამიანისთვის მართლა რა ბედნიერი მომენტები უნდა შემოვიდეს, ხო? აი ეს მინდა ვნახო, რა ვიცი მე, ვისაც ეს არ უნდა, ნაშენ უყურებ. მე მინდა აი ბედნიერება რომ გქონდეთ თქვენ. აჰა, ვარსკვლავი. ანუ, აქ შემიძლია გითხრათ, ნახეთ რა მოხდა. აქ კი ბატონო, გოგო არის, მართლა ძალიან მაგარი გოგო არის თვითონ. ანუ ვარსკვლავი რას ნიშნავს, რომ თქვენ ლამაზიც ხართ, მშვენიერიც ხართ, ანუ თავსაც უვლით, თავის გიყვართ, მაგრამ რაღაცა პრობლემა გქონდათ თქვენ იმპერატორთან. შეიძლება თქვა, რომ აი დაუშვათ, რომ ვიღაცა დაშორდა, შეიძლება ან მანძილზე ყავთ, ხო? საჯარო გაშლა გვაქვს. კიდე რა მინდა გითხრათ, იცით, რომ აი აქ გოგო არის თვითონ იმდენად აი სულ ვითარდება. საერთოდ ვარსკვლავი ეს როცა ადამიანი სულ თავის თავში, უფრო თქვენზე მომდის დაჟე ეს ენერგია და ეს იმპერატორის ენერგიაც მე არ გამეკვირდება თუ თქვენი იყოს ეს ენერგია, იმიტომ რომ აქ არის ადამიანი, რომელიც სულ ცდილობს, რომ რაღაცა კიდე, რომ ნიჭი. ვარსკვლავი ეს არის კიდე ნიჭი, ხო? ანუ ეს ნიჭი, რომელიც ზის ჩემში, მე კიდე მინდა გავანვითარო და და იმპერატორი ეს არის სიძლიერე და ეს არის დიდი პროფესიონალიზმი. აი ეს უკვე მატრიცას რო ჩავურიოთ ჩვენ. ამიტომ აქ მომაჩვენებენ ლამაზ ძლიერ გოგოს, რომელიც ნამდვილად ცდილობს მაქსიმალურად, რომ თავისი ცხოვრება გააუმჯობესოს და დაჟე არ გამიკვირდება თუ თქვენ ვიღაცა დაამთავრეთ, მართლა და ძალიან ჩქარა მიიღათ გადაწყვეტილება, რომ ურთიერთობა, რომელიც გრძელდებოდა და არაფერს აღარ გაძლევდა თქვენ და ვერაფრით ვეღარ გავსებდათ, ხო? აი თითქოს, გადაწყვეტილება მიიღეთ, რომ დაასრულოთ, იმიტომ რომ თითქოს თქვენ გამოჯამრთელდით. რა არის, იცით, არასოდეს არ გქონდეთ ეს მომენტი და ჩემი ყველა ვიდეო თქვენთვის არის ამაზე მიმართული, რომ მე მინდა ყოველთვის შეგიმსუბუქოთ თქვენ პროცესები, რომელიც უკავშირდება დაშორებას. იმიტომ რომ ჩვენ ძალიან განვიცდით მაგ პროცესებს და
რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ადამიანთან როცა შენ ხვდები ადამიანს, როცა შენ მასთან იწყებ ურთიერთობას, შენ ფიქრობ, რომ ეს იქნება მთელი ჩემი ცხოვრება. მე ამასთან მინდები, რომ ეს პირველი ეს იმპულსები, ხო? რომ მთელი ცხოვრება მინდა ვიყო მაგასთან, მთელი ცხოვრება მინდა ვიყო ბედნიერი მასთან, მაგრამ აი ეს როცა ჩვენ აი მტკივნეულია, მაგრამ როცა თქვენ უკვე გრძნობთ, რომ რაღაცა პერიოდი სრულდება და შეიძლება უკვე ურთიერთობა აღარ გაძლევს შენ იმ ენერგიას, რა ენერგიაც უნდა მოგცეს, ხო? იმიტომ რომ ყველა ურთიერთობა არის რაღაცისთვის. აი ეს გაშვება ზოგჯერ კი არა ყოველთვის მტკივნეულია, მაგრამ აი როცა შენ უკვე იცი თქვა და აი მადლობელი, აი ეს ნახეთ, მადლიერება იმხელა ძალა აქვს, მადლიერებას გაოცდებით, როცა შენ აი იმ ადამიანში ხედავ მხოლოდ იმას, რა მომცა კარგი, რითი შემავსო ამ ადამიანმა, რა წინსვლა მომცა მე ამ ადამიანმა, რითი შემცვალა მე ამ ადამიანმა რა. და აი ეს ბედნიერება და ეს რო იქნება თქვენ გულში მის მიმართ, აი ნახავთ თქვენ ადვილადაც რა თქმა უნდა გაუშვოთ ახლა რა არის იცით ეს არის უკვე ძალიან მაღალი ვიბრაციების ადამიანებს რა თქმა უნდა შეუძლია მაგრამ შეეცადეთ ყოველ შემთხვევაში რა შეეცადეთ რა და აი აქ ნამდვილად ნახეთ როგორ სულ მაღალი არკანებმა ჩვენებენ რომ კი თქვენ გამოხვედით რაღაცა მიჯაჭვლებიდან თქვენ იყავით მართლა აი აქ არის სრული გამარჯვება ქალის რომელიც ნახეთ ახლა ხმალების დედოფალი ანუ თქვენ მოერიეთ ეს გოგოები იქნება ნაკადი იმათთვის ვინც მოერია ვინც შეძლო ვინც თავს გრძნობს გამარჯვებულად რომ მე შევძელე ეს მე გამომივიდა ეს რა იმიტომ რომ მე მესმის თქვენი ახლა რა თქმა უნდა ეს გულის ტკენა მაგრამ აქ ნახეთ რამხელა რა ბედნიერი პერიოდი იწყება თქვენ ცხოვრებაში ნახეთ თქვენ რო ეს გაუშვით, თქვენ რო ეს გაუშვით მადლიერებით, თქვენ რო ეს გაუშვით ბედნიერებით, თქვენ რო ადამიანს უსურვეთ ბედნიერება, რომ კარგად იყოს, ჯანმრთელად იყოს, ბედნიერად იყოს, არანაირი წყევლა, არანაირი ცუდი სიტყვები, არანაირი მე შენ ამდენი წლები შეგალია, არა, შენ ხო იყავი იმ პერიოდში ბედნიერი იმ ადამიანთან, ხო? შენ ხო გქონდა რაღაცა კარგი მომენტები მაგ ადამიანთან და აი ეხლა ეს რო შეძელი შენ სამყარო გეუბნება რომ შენს გახარებული იქნები შენ სულს ანუ აქ როგორ იცით ეხლა აი ახალი ეტაპი ეწყება ახალი ბედნიერება შემოვა შენ ცხოვრებაში გოგოებო ნუზი ხარ და ბიჭებოც ისეთ ენერგიებში რომელიც თქვენ თუ ადამიანი აღარ გახარებს თუ ადამიანთან უკვე ანუ ვეღარ გრძნობ თავს კარგად ხო ნუ ებღაუჭებით რა ნუ გაქვთ ეს შიში რომ მარტო დავრჩები ვაიმე რა ვქნა რა გავაკეთე აი სულ ყველას აი მართლა გპირდებით ძალიან რაღაცა ნუ მე ასე ვთვლი რომ მაგარი ტექნიკები მაქვს ახლა მოპოვებული და აი ეს საახალწლო არც ერთ ნუ ბევრჯერ გეუბნებით იმიტომ რომ ჩემი მინდა სურვილი მაქვს რაც შეიძლება უფრო მეტმა ადამიანმა მოისმინოს ის როგორ შეიძლება გახდეს ბედნიერი და ეს არ არის რაღაცა ფანტაზიები ეს არ არის რაღაცა აფირმაციები არა ეს არის უძლიერესი ტექნიკა რომელიც მართლა იცოდა მაგი ალბათ 1% რა ადამიანების და ეხლა იმიტომ რომ ეს უძიებაში ვარ ეგეთი ტექნიკების და მომივიდა და მინდა რომ თქვენ გითხრათ იმიტომ რომ მე უკვე ვიყენებ და მართლა ძალიან დიდი ბედნიერება მოაქვს მაგ ტექნიკებს და აქაც მეუბნებიან რომ ადამიანი არის აი ნახეთ ბედი თქვენი როგორ ნახეთ ბედის ბორბალი როგორ იცვლება მოდით ვნახოთ ეხლა ჩვენ რა ბედნიერება მოდის თქვენთან აი ეს ბედნიერება რომ ანახეს აი აქ რომ ახალი ეტაპი ახალი სიხარული თქვენი სული ზეიმი არის ექვსიანი დასების ეს არის არა მხოლოდ მონათესავე სული და რაღაცა ეს არის თქვენი სულის ბედნიერება და აქ არ გამიკვირდება რომ მართლა ვიღაცის ცხოვრებაში ნამდვილად შემოვიდეს ის მონათესავე სული რომელიც თქვენ გაგახარებთ თქვენ იცოდეთ რომ მონათესავე სული
არ არის ის ადამიანი, რომელიც ვის გამო თქვენ მწარდებით, ვინც არ არის თქვენს ცხოვრებაში. ნახეთ როგორ არის. თუ შენი ეს მონათესავე სული სულ შენს გვერდით არის. მონათესავე სული არის ადამიანი, რომელიცაც შენის ტკივა, რომელიც იმას კი არ ფიქრობს, რითი გაგამწაროს, ხო? ის ადამიანი, რომელიც ნებისმიერ პერიოდში ნუგეშს გაძლევს, რანაირი რთული პერიოდიც არ უნდა იყოს, ის ადამიანი მაქსიმალურად არის შენს გვერდით. ის ადამიანი მაქსიმალურად გიზიარებს თავის რაღაცებს და შენსაც იღებს. ეს არ არის მტკივნეული, რომ იძახოთ, რომ აი ჩემი მონათესავე სული და ჩემი ექვსიანი თასების. არა, შენი ექვსიანი თასების არის ის ადამიანი, ვინც შენს გვერდით არის. შეიძლება ფიზიკურად არა, შეიძლება, მაგრამ თუნდაც შენ გაქვს მასთან კონტაქტი, შენ მისგან არა გაქვს ეს სიმწარეები და თუ დაუშვათ რა, თუნდაც კამათი კონდეს, თუნდაც შეიძლება კონდეს რაღაც ესეთი პერიოდიც მტკივნეული, ის იმდენად მალე მთავრდება, იმიტომ რომ ისიც განიცდის, რომ შენ გულს გტკენს რა და თუ დაუშვათ იმ გულსაც თუ გტკენს, უნდა შენი გამოფხიზლება, ან იმიტომ რომ შეიძლება უკვე მაგამდე იხმარა მაგან სხვადასხვა ხერხი და ვერაფერი ვერ გახდა. მაგრამ ეს არ არის სიმწარე, დამიჯერეთ რა. ეს არის, როცა შენ იცი, რომ ადამიანი არის ჩემი მალამო და არა მარტო ახლა მე რაღაცა ფანტაზიებს აქ ვხატავ. არა, თქვენ ამას უნდა გრძნობდეთ. ეს არის ძალიან ძლიერი ურთიერთობა, რომ იცოდეთ რა. და თქვენ იყავით აი ამ კარმული ურთიერთობაში. კარმული ურთიერთობა ეს როცა ჩვენ მან სწავლობთ, აი აქ ნახეთ, მონათესავე სულებში ერთმანეთს აძლევენ ხოგეობნებით, განვითარება მიდის, მაგრამ ერთმანეთს აძლევენ ნუგეშს რა და ერთად მიყვებიან გზას. კარმულში კი ვიზრდებით ჩვენ ძალიან ვიცულებით, მაგრამ ეს ყველაფერი გადის აი ტირილები და სიმწარე და გულის ტკენები და რაღაცა, იმიტომ რომ აი ეს არის როგორც აი როგორ გითხრა, ეს არის მონათესავე სული არის მალამო, აი მალამო და ეს კარმული ურთიერთობა, ეს არის ჭრილობა, როცა შენ ისედაც აი გჭრიან ანესთეზიის გარეშე რა, იმიტომ რომ სხვანაირად არ შეიძლება, ვერ გაიგებს სხვანაირად. იმ ტკივილს და მხოლოდ ტკივილში ვიზრდებით ჩვენ რა. და მონათესავე სული უკვე არის იმ ტკივილზე, აი მალამოს გისმევს რა და ისიც გეხმარება, მაგრამ მალამოსავით არის. გამიგეთ? აი ეს არის ძალიან დიდი სხვაობა, ჩემო კარგებო. ნუ გეშლებათ ხოლმე და ეს რა ქვია, ნუ გონიათ, რომ რადგან ახლა არის აი აქ ახლა თასების ახლა 6-იანი, ესე იგი всё მოვიდა ეს და ამ დროს გამწარებს ეს ადამიანი და არ გკითხულობს და вообще არ აინტერესებს შენი არ ცხოვრება და არაფერი აბსოლუტურად. ეს და ესეთი ადამიანი მონათესავე სული შეიძლება დაუშვათ გავიდეს რაღაცა წლები, პერიოდი, თვეები, რა ვიცი, კვირა და შენ იცი რომ იმას შემიძლია ახლა მივწერო, მას შემიძლია ვუთხრა რაღაცა და ის ვიცი რომ მაინც აი გამიგებს რა. გამიგებს. აი ეს არის მონათესავე სული. რა გელოდებათ კარგი ჩემო ლამაზებო, რა გელოდებათ თქვენ კარგი ჩემო სიხარულებო, რა მოდის ასეთი კარგი თქვენს ცხოვრებაში, აჰა. აი ნახეთ, მოდის თქვენი ნამდვილი, აი ხა მოდის ნახეთ როგორი იმპერატორი, ნახეთ, აი კიდე ტუზი ხო არის, პენტაკლების ტუზი ხო იყო, ამ დასთამაც მაჩვენე პენტაკლების ტუზი. იმპერატორი ხო მაჩვენეთ, თან აქ ვიღაცასთან მართლა ჩქარობს, მაგრამ ეს ესეთი იმპერატორი, რომელსაც თქვენ არ იცნობთ ჯერ. არ იცნობთ. აქ გვაჩვენეს ჩვენ რომ იყო ვიღაცა ადამიანი მანძილზე სადღაც თქვენ ეს გაუშვეთ, მაგრამ თქვენ მოერიეთ ამას და აი ეხლა, ნუ იმპერატორი ნახეთ. იმპერატორი არის ადამიანი, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენ ცხოვრებაში და რა თქმა უნდა, ეხლა არც ერთი ადამიანი არ არის ტყუილა უბრალოდ შემოსული, მაგრამ ზოგი შემოდის იმისთვის, რომ ჩვენ წარეთ გვასწავლოს, ზოგიც როგორც გითხარით, გვასწავლოს, კი არ გვასწავლოს, უკვე დაგვიდგეს გვერდში და ეს ადამიანი არის როგორი იცით, რომელიც ახლა აი სრულყოფილია, ისეთი ადამიანი, რომელიც შენ არ ელოდები თქვათ, რომ აი რამე ჩემ პრობლემებს გადამიწყო. სხვათა შორის ძალიან კარგი მქონდა,
აი მე საერთოდ უყურებ ნიშნებს, უყურეთ ყოველთვის ნიშნებს და ერთი იყო ჩემთან გოგო, აი ღმერთმა ისე შეგვახვედრა, ისეთ ადგილას ეს გოგო ამერიკაში ცხოვრობს, მე ვცხოვრობ საქართველოში, იყო ჩემთან კონსულტაციებზე, ეხლაც უყურებს ამას, არ ვიცი, მაგრამ რამდენიმე წლის უკან და ძალიან მწარი სიტუაციები ქონდა პარტნიორთან ძალიან და ამ დროს აი უაღრესად კარგი ადამიანი იყო ეს კალბატონი, აი უაღრესად და ესე იგი, ისე მე მაინტერესებდა როგორ გადაწყდა ამის სიტუაცია და მე როცა შევხვდეთ საქართველოში, აი რაღაც შეგვახვედრეს რა ესეთ ადგილას, რომ და მიცნობა გოგომაც მეც ვიცანი და მითხრა, რომ თვითონ მე უკვე დავიწყებული მქონდა, რომ თქვენთან რომ ვიყავი 2 წლის წინ კონსულტაციას ასეთი გამწარებულია და თქვენ ხო მითხარით, რომ აუცილებლად შენ ცხოვრებაში შემოვა ძალიან ძლიერი ადამიანი და არ მჯეროდა, იმიტომ რომ იმდენად გული მქონდა ნათქენი, რომ იმ ადამიანს გადავყევი, ყველაფერი, აი თუ რამე შემეძლო, თუ არ შემეძლო, ყველაფერი გაკეთებული მქონდა და რანაირად მითხარით და მე სულ დავიწყებული მქონდა, ეხა იმდენი მყავხართ და მაჩვენა სურათი შევხვდა ადამიანს, რომელთანაც უკვე 2 წელიწადი ვარ ბედნიერი. ისეც არის ძალიან ისეთი შეძლებული, მეც ვდგავარ ფეხზე და ანუ გვაკავშირებს მარტო ბედნიერება და მარტო სიყვარული. აი უბედნიერესი ვარ და ნუ ბევრი რაღაცები მელაპარაკა და იმედენად მიხაროდა რომ მართლა აი არ არსებობს, შენ თუ ხარ მართლა გულით პოზიტიური, შენ თუ მართლა იცი და გჯერა რომ ნამდვილად შენ ყველაფერს აკეთებ გულით, ნამდვილად არსებობს ესეთი ადამიანი, ვინც შემოვა შენ ცხოვრებაში და დაგაფასებს და აი ნახეთ ეს როგორი აქ შემოდის ის რა ქვია აი თქვენთან შემოდის ახალი ბედნიერება, უკაცრავად ეს იმპერატრიცა არის მაფათიეთ, მაგრამ არა აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ აქ მაჩვენებენ, რომ ახალი ბედნიერება გელოდება შენ როგორც იმპერატრიცას და აქ დგას ნახეთ ახალი ადამიანი შემოდის შენ ცხოვრებაში, ვისთანაც შენ იქნები გახარებული და აქ ნახეთ მაღალი ძალები ჩუმად უკვე გიმზადებენ თქვენ აი იმ ბედნიერებას, რომელიც თქვენ არ იცით ჯერ, თქვენ არ იცით, ეს დიდი სიხარული მოდის, იმიტომ რომ თქვენ განთავისუფლდით იმ სიტუაციებიდან, რა სიტუაციებშიც თქვენ იყავით რა, განთავისუფლდით, თქვენ აი აქ როგორ არის, იცით, თქვენ თითქოს აი გადაჭერით რა ეს ძველი ჯაჭვები, რომელიც თქვენ არ გაძლევდათ იმ საშუალებას, რომ ქონოდეთ წინსვლა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი. მოდით აბა მაშინ გაჩვენეთ ახლა ნუ არ ყურუმი როცა გამოდის, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ არა არ გაჩვენებენ, მაგრამ აჩვენებენ, რომ უბრალოდ თქვენ ხართ მზად უკვე რომ მიიღოთ და კარგით, აბა კიდე მაშინ გითხარით ამ თემაში რა სიხარული ელოდება ამ გოგოს, აჰა ახალი სრულიად ახალი ადამიანი მოდის თქვენთან, ისევ ტუზი, ხოლო თასების ტუზი მოდის, ისევ ნახეთ მოდის ვიღაცას იქნება даже თქვენზე პატარა გოგოები, რომ იცოდეთ ახალი ადამიანი შემოდის თქვენთან სრულიად ახალი, თქვენ სადღაც მაგას გაიცნობთ, თქვენ ჯერ მაგას არ იცნობთ, მაგრამ აუცილებლად ეს იქნება აი ადამიანი, რომელიც აი ნახეთ არ იცნობთ, არა, თასების მეფე არ იცნობთ, ჯერ აი უბრალოდ ეს არის რაღაც ახალი ისტორია უნდა დაიწყოს თქვენი, ახალი ისტორია უნდა დაიწყოს თქვენი. რას მოუტანს ამ გოგოს ეს ახალი ისტორია? ცხრიანი. თქვენ გოგოებო, თქვენ ბიჭებო, რა ვიცი, ვინც მიყურებთ ხო თქვენ უშუალოდ რომ ცხრიანი თასების ეს მე მიხარია, მე ვარ კარგად. მე ვკითხე რას მოუტანს ეს ბედნიერება, ეს შეხვედრა, თქვენს ბედნიერებას მოგიტანთ, აი სრულ ბედნიერებას მოგიტანთ თქვენ ეს შეხვედრა, ნახეთ. ანუ აი პატარა გოგოსავით, ან პატარა ბიჭივით იქნებით შეყვარებული. აუცილებლად რაღაცა მოგივათ, შეტყობინება შეიძლება, ხო? აი სამყაროდან ელოდეთ, ნახეთ თან როგორი სიტუაცია შეხედეთ, რამდენი ლაბირინტები გაქვთ თქვენ მოვლილი, რამდენი ლაბირინტები და თქვენი საგვარეულო ხე საერთოდ მაგასაც აჩვენებს, აი ჯამრთელი ხე, ჯამრთელი ურთიერთობა. ანუ შენ დიდი ხანი ეძებდი, შეიძლება აღარც ეძებდი უკვე
თვითონ ამ ურთიერთობამ გიპოვას თვით სამყაროს მოყავთ თქვენთან ეს ურთიერთობა თვით სამყაროს და ეს даже ლაბირინტი არის შეიძლება სრულიად აი მოულოდნელად მიიღებ თქვენ რამე შეტყობინება შეიძლება ინტერნეტში ვიღაცა მოგწეროს თქვენ ეგეც შეიძლება იყოს კიდე რითი გაგვახარებ თქვენ კიდე ნუ აქ ახლა ნამდვილად რა თქვენ აი როგორ ხართ იცით ეს ახალი გაცნობა იქნება თქვენთვის თქვენ რა თქმა უნდა ჯერ ამ ადამიანს არ იცნობთ მაგრამ გაიცნობთ ეს ახალი ეს სრულიად ახალი ეტაპი რომელიც თქვენ მოგიტანთ ულევ ბედნიერებას თვითონ ადამიანი გამოჩნდება თვითონ ადამიანი თქვენ ეს შეიძლება საღამო საათებში მოხდეს სადღაც მაგრამ აი ეს არის იმენა ახალი ეტაპი და ახალი ბედნიერება აქ ახლა გოგოებო ნუ აი რა გითხრათ რა მაგაზე მეტი რა გითხრათ და აჰა აგერ არის იმპერატორი მაგი და იმპერატორი ადამიანი რომელიც უკვე მოვა ქმედებით ადამიანი რომელიც უკვე თვითონ გამოჩენს და უკვე დაიმსახურეთ თქვენ ეს ბედნიერება დაიმსახურეთ ეს შეიძლება даже მოხდეს ისე აი სრულიად მოულოდნელად არ იცნობთ ამ ადამიანს თქვენ არ იცნობთ თქვენ ამ ადამიანს მაგრამ შეიძლება ეს ადამიანი სადღაც ჩუმად გითვალთვალებთ არ გამოვრიცხავ და აი იცით რა სიტყვით ორივენი იტყვით ვაიმე ღმერთო რამდენი ხანი მე შენ გელოდებოდი და даже შეიძლება ისეთი სცენა გქონდეს რომ ორივეს აი ნახეთ რომ ლაპარაკობს სიმართლეს ენერგიები რა როგორ გელოდებოდი აი სად იყავი აქამდე როგორ გელოდებოდი როგორ მინდოდა შენი შეხვედრა ეს თუ მიიღებთ ახლა როგორც ზღაპარს ხო იცით ზღაპარი იქნება თუ მიიღებთ როგორც ნამდვილად ნახეთ მაღალი ძალები თქვენი საგვარეულო მე როგორც გითხარით აქაც ნახეთ საგვარეულო თქვენი გიგზავნით ამ ადამიანს ეს არის სუფთა უკვე მართლა მონათესავი სული მოდის თქვენთან სუფთა თან ძალიან მალე იმაზე მალე ვიდრე თქვენ ფიქრობთ თქვენ ვაფშე არ ელოდებით даже ზოგი ზიხართ არც ელოდებით თქვენ აღარ გჯერათ არავისი აღარაფრისი всё დავასრულე აღარ მინდა არაფერი არანაირად ჩემთვის უნდა ვიყო უკვე ეს ურთიერთობა შეიძლება გადადებული გაქვთ სადღაც აღარანაირი ურთიერთობა მე აღარ მაინტერესებს მე მაგ მარტო ჩემი საქმეები მე მარტო მინდა დაკავებული ვიყო ანუ იმიტომ რომ იმედგაცრუება გაქვთ კი მაგრამ აი ეს ადამიანი გამოგიყვანთ ეს ადამიანი შეხვდება თქვენ და ეს ადამიანი გამოგიყვანთ თქვენ ამ რთული პერიოდიდან თქვენ იმიტომ რომ როგორ თქვით რომ აი მე აღარ მინდა ურთიერთობა რომელსაც არ მოაქვს ჩემთან ბედნიერება რომელიც მე არ მავსებს რომელთანაც აი სადაც მე არა ვარ ბედნიერი და აი აქ ნახეთ ეს კიდე ტუზი დასრულდება ეგ სიტუაცია და ახალი ადამიანი შემოდის თქვენთან იმისათვის რომ თქვენ გაგახაროთ და ეს იქნება სხვათა შორის აი ხანძლივი ურთიერთობა ვაფშე არანაირად აი მსგავსი თუ რამე არ ქონდა თქვენ ეგეთი რამე არა არ ქონდა თქვენ იმიტომ რომ აქ არის როგორი სიტუაცია იცით ნუ ახლა უკვე არც მინდა უკვე იმ ნეგატივში კიდე შეგიყვანო თქვენ რა მაგრამ აქ შანსი კიდე გეძლევა თქვენ იმისი რომ უკვე ის რაც განერვიულებდათ რაც კი გულში ქონდა ცუდ და ძნელი რომ ეს ყველაფერი თქვენი ცხოვრებიდან წავიდეს და შემოვიდეს ახალი აი აქ ნახეთ აქ როგორი მომენტი როცა შენ უკვე სხვანაირად იქნება შენ არ გექნება პრობლემა იმაზე რომ ყურადღებას არ მაგცევს არ მწერს თქვა დაუშვოთ ისე ნუ მივწერე და საუკუნის მერე მოგწერა გიპასუხა ხო ან არ ცალი ან რაღაცა აქ სრულიად შეიცვლება აქ თვით ბედს აი ნახეთ ბედი კიდე ესეც ხო იყო ბოლოში ბედს მოაქვს ეს ადამიანი სულ ცოტაც დაელოდეთ და მოდის ეს ადამიანი როგორც გითხარით ანუ ეს ურთიერთობა იქნება ძალიან ხანძლივი და ეს ურთიერთობა იქნება ძალიან ბედნიერი და ძალიან ნაყოფიერი ჩემო ლამაზებო რომ აი გულით და სულით გისურვებთ თქვენ რომ აი ნამდვილად აი ეს ყველაფერი რაც აი მოგიმზადეთ თქვენ სამყარო რომ შემოვიდეს თქვენ ცხოვრებაში და
იყოს ჩემო ლამაზებო, თქვენ ეს დაიმსახურეთ, იმიტომ რომ უკვე ეს ყველაფერი რაც კი იყო მტკივნეული, ეს ამ კუთხედები თუ რამე ვინმეს გქონდეთ, всё, თქვენ განიკურნეთ, თქვენ ახლა მიდიხართ უკვე და თქვენ დაიმსახურეთ აი აქ ეს ბედნიერება, იმიტომ რომ თქვენ იყავით დიდი ხანი სადღაც რაღაცა მომენტებში, მარტო ფიქრობდით, ვითომ მყავს, მაგრამ არა მყავს, ხო? და ეს ადამიანი არ ჩდებოდა, ну რაღაცა ის თქვენ ისტორია ძალიან ისე მიყვებიან, რომ რა ვიცი, რა გითხრათ, მაგრამ აი აქ შემოდის ახალი, კიდევ მაჩვენებენ ახალი ურთიერთობა ისეთ ადამიანთან, ვისთანაც ნამდვილად თქვენ არ იქნებით ილუზიებში, არ იქნებით ჩხუბებში, გექნებათ სრულყოფილი ნამდვილად, აი გულით არჩეული თემა და სრულყოფილი ურთიერთობა. აი მართლა სრულყოფილი ურთიერთობა და არა სადაც შენ სულ მიჯაჭვული ხარ, სულ ელოდები, არ იცი ახლა რა სიზავს, არ იცი ახლა ამირჩევს, არ ამირჩევს, თვეობით სიჩუმეები, აი მოდის ეს სიტუაცია უკვე всё. რა, თქვენი გული და სული აი აქ ნახეთ როგორ თქვენ სულს უბრალოდ ახსოვს აქ ბევრი ტკივილი და ბევრი აი ეს გაუგებრო, აი შევრიგდით, დავშორდეთ, შევრიგდით, დაშორდეთ. ნუ აი ეს არის ზუსტად რაც კი იყო და აი ახლა ნამდვილად გამოდიხართ ამ მდგომარეობიდან, იმიტომ რომ გაიარეთ თქვენ ეს ტრანსფორმაცია, თქვენ გადიხართ ნათელში, სინათლეში და ეს ტრანსფორმაცია თქვენი დასრულდება. დასრულდება, იმიტომ რომ მოდის ის ადამიანი, ვინც ნამდვილად გაგახარებს, ვინც ნამდვილად სიძლიერეს მოგცემს, სიმშვიდეს მოგცემს და ვისთანაც თქვენ წახვალთ ახალ ცხოვრებაში.